უნდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ ანსამბლ აფხაზეთის შესახებ და რომელშიც ანსამბლის წევრები სწორედ აი ამ პროექტის შესახებ ყვებიან. ანსამბლს დიდი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია მას სრულიად ახალი სუნთქვა გაიხსნა. ვინ არიან ანსამბლის წევრები და როგორ გაჩნდა ახალი პროექტის იდეა, ნახეთ ზაკ მირიანაშვილის სიუჟეტში. მერაც აფხაზეთის სიმღერასაც ეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი ვარ, იმ დღიდან მქონდა ამ კუთხით დაინტერესება, რომ ამ ანსამბლში თითქმის ყველა კუთხიდან საქართველოსთან მოგვიწვია ქორეოგრაფი და დაედგა მისი შეხედულებით მისივე არჩეული ცეკვა და ასევე ლოტბარები. კახურ სიმღერებს კახელი ადამიანი შეასწავლის, სვანოს სვანი, მეგრულ სიმღერებს მეგრელი ადამიანი და მე წარმოშობით ვარ გურიიდან, გურია აჭარიდან და შესაბამისად შემხვდა ეს ორი რეგიონი. შევჯერდით ჩვენ ვაჩვენოთ ხალხს ყანის მკური ჰეკიობა, თუ როგორ ხდებოდა ყოფაში ყანის აღება, როგორ ცეკვავდნენ, როგორ მღეროდნენ. ჩემთვის პირადად როგორც ლოტბარისთვის მთავარია ის ნამღერი, როგორი ნათქმი იქნება და როგორ შეაფასებს ამას მომავალი თაობა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, აი გურული ხასიათი, გურული იუმორი, სისხარდე, აი ეს ყველაფერი გადმოვცეთ, გადმოვიტანო და ეს იყოს გემოვნებით და კარგად შესრულებული. დაახლოებით 4 წელიწად ნახევარი რაც ამ ანსამბლის ხელმძღვანელი ვარ და ეხლა მომეცა იმის საშუალება განვახორციელო ეს ინიციატივა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენივე დასისთვის, აფხაზეთის ანსამბლისთვის ეს ანსამბლი უნდა გახდეს თითქმის ყველა კუთხის შემოქმედებითი ადამიანის ნაწილი. აქ ჩვენთან წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოღვაწე ქორეოგრაფები და ლოტბარები. წილად და ბედნიერება დამედგა ისეთი ცეკვა, რომელსაც ქართული ერის ალბათ საგანძური იქნება და ვფიქრობ, რომ ქართული ცეკვა და სადარბაზო ამას დაამშვენებს. მე ვლადიმერ თედეევი ვარ. თქვენთან ვლადიკავკაზიდან ჩემი მეგობრის. ქორეოგრაფ ბაჩანა ჭანტურიას თხოვნით ჩამოვედი, რათა მეჩვენებინა ოსური ცეკვის მანერა და ფოლკლორის თავისებურებები. სარიტუალო ცეკვა მაქვს მოაზრებული, რომელიც იყო სამეგრელოში, ბატონები ასე ეძახდნენ. ეს თემა მინდა სცენაზე გადმოვიტანო და შევეცდები მაქსიმალურად ისე გავაკეთო, როგორც ეკადრება სიმღერის და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ აფხაზეთს. უშური ცეკვა აბსოლუტურად ახალი რედაქციით იქნება წარმოდგენილი. ყურადღებას გავამახვილებთ როგორც ტრადიციულ საშემსრულებლო კულტურაზე, ასევე თუშების ყოფა-ცხოვრებაზე და მათთვის დამახასიათებელ ყოველდღიურობაზე, ვეყრდნობით ძირითადად გიორგი ცოცაინძის ეთნოგრაფიულ ნაშრომს და იქ არსებული ინფორმაციების საფუძველზე გსურს შევკრათ კაფიოდ გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზი. მე არ მახსენდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი. ამდენი ქორეოგრაფი ერთად, ერთ სახელმწიფო ანსამბლში დასთან გაერთიანებული, ეს ძალიან დიდ შედეგს მოიტანს, მე ასე ვფიქრობ. მოცეკვავე მსახიობები სხვადასხვა ქორეოგრაფთან იმუშავებენ, ისწავლიან სხვადასხვა მანერით, სხვადასხვა საშემსრულებლო კულტურით, დაეუფლებიან სხვადასხვა საცეკვაო იმუშებს.
ბედნიერი ვიქნები თუ შევიტან ამ ანსამბლში იმ სილაღის, იმ აჭარულ ხასიათს, იმ კოლორიტს, რაც ახასიათებს ჩემს კუთხეს. სიმართლე გითხრათ, ცოტათი შურს კიდეც იმ მოცეკვავების, რომლებიც ამ ინიციატივაში იღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ამდენი ლოტვარი, ამდენი ქორეოგრაფია, ამდენი სტილი, მთელი საქართველო მთლიანად მოიცვა, ეს არის ალბათ უდიდესი ბედნიერება და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ საუცხო ინიციატივით. მომეცა საშუალება დავდგა ხელსურული სუიტა. ტექნიკურად იმდენად ძლიერად არიან მოცეკვავეები განვითარებული, რომ ამას ძალიან ადვილად მარტივად დაძლევენ და მინდა ყველას უსურო დიდი წარმატება. მინდა დავდგა კახური ცეკვა, რომელიც არ არის განვითარებული დღეს საქართველოში და ჩემი დიდი სურვილია დავუტოვო ჩემ ქართველებს. ეს ტრადიციული პროგრამა ანსამბლ აფხაზეთის რეპერტუარში დარჩება. განვითარდება, რაც თავარია, ანსამბლი კიდევ მოიწევს სხვა ქორეოგრაფებს, კიდევ შეემატება ტრადიციული ცეკვები, სხვადასხვა კუთხის. ჩვენ ანსამბლ აფხაზეთმა ბაჩანა ჭანტურიამ დაიწყო თანამედროვე ქართული სასცენო ქორეოგრაფიით და დღეს უკვე შეემატება ტრადიციული ქართული ხალხური ქორეოგრაფია. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, მის ჩაერთნენ ამ ინიციატივაში და აი ზუსტად იმ გენის, იმ იდენტობის, იმ ტრადიციების, იმ ქალ ვაჟის სიყვარულის ალბათ სოლო კონცერტი იქნება, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება.